მივდივართ ჩემი შვილის დაბადების დღის აღსანიშნად და წამოდით ჩვენთან ერთად. ნიტა ხდება 6 წლის და წელს პირველად გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა გასართობ ცენტრში გადახდა, ამიტომ გადავწყვიტეთ წავსულიყავით პარაგრაფში. სადაც გავჩერდით სმარტში, ვიყიდეთ სნექები, რადგან საკმაოდ გრძელი გზა გველოდა წინ. თბილისისგან განსხვავებით დასავლეთში ძალიან მზიანი და კარგი ამინდი დაგვხვდა. რამაც კიდევ უფრო აგვიმაღლა განწყობა და მოვედით სასტუმროში, დავჩექინდით და ავედით ნომერში. ახლა გვექნება ჩვენი ოთახის პატარა room ტური. რა თქმა უნდა, ნომერი იყო ძალიან მოწესრიგებული, ლამაზი და როგორც გითხარით, ძალიან მაგარი ამინდი იყო. ამასობაში ყველას ძალიან მოგშვიდა და ამიტომ გადავწყვიტეთ პირდაპირ ჩავსულიყავით რესტორანში და გვესეტილა. აქ უკვე მოსაღამოვდა და ულამაზესი მზის ჩასვლა იყო. ამიტომ გავედით გარეთ და გადავიღე რამოდენიმე ვიდეო სტორისთვის, თუ არ მომყვებით Instagram-ზე, აუცილებლად გამომიწერეთ. არ ვიცი, მზეზე ხო შეყვარებული ვარ და აი ამ ფერებზეც ვგიჟდები. შემდეგ ავედით ნომერში, გამოვიცვალეთ და ჩამოვედით აუზზე. რადგან ეს დასვენება ეძღვნება მთლიანად ნიტას და მის ინტერესებს, საკმაოდ დიდი ხანი გავატარეთ აკვაპარკში, ასევე აუზზე და გვიან ავედით ნომერში, რათა მოწესრიგებულიყავით და გვევახშმა. სანამ მე ვემზადებოდი, ლაშამ ჩაიყვანა ნიტა გასართობ ოთახში. ამიტომ მქონდა დრო, რომ წყნარად და მშვიდად გავმზადებულიყავი და შემდეგ მეც შევუერთდი. სავახშმოდ შევედით აქაურ ქართულ რესტორანში, სადაც ძალიან გემრიელი ქართული კერძები დავაგემოვნებთ. აქ ვიქნებით 4 დღე და გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ყოველი დღე იქნება ნიტას დაბადების დღე. ეს კი იყო პირველი სანთელი, რომელიც ჩააქრა და მინდა რომ რაც ჩაიფიქრა, აუცილებლად აუსრულდეს.